ყირიმში აშკარა პანიკა დაიწყო მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საბოლოოდ საცეცხლე კონტროლის ქვეშ მოაქციეს ოკუპირებულ ყირიმსა და უკრაინის მატერიკულ ნაწილს შორის მთელ სახმელეთო ლოგისტიკაზე. ჩვენ რიგში თითქმის 4 საათი ვიდექით. დაახლოებით 500 მეტრი გვქონდა დარჩენილი, რომ სვეტთან მივსულიყავით. და ბენზინი ჩაგვესხა, მაგრამ ბენზინი აღარ დარჩა. და საერთოდ რისთვის გვჭირდება ყირიმი, თუ ვერსად წასვლა არ შეიძლება. მივდივარ. იმედია ხით ჩემს წასვლამდე არ ააფეთქებენ. შრალი გზატკეცილი სრულად გადაკეტილია. ბენზინის საერთოდ დეფიციტი ხდება ჩვენთან. საწოვის დვომერობა ყირიმში. ყირიმელი გადამკეტველები ჩემი აზრით უკვე სულ გადაირიან, იზდეც. ამხანაგებო, სრული თანაც, აბსოლუტური. ყველა მიცის სიტუაცია, რაც ახლა ყირიმში ხდება, ის მართლაც ძალიან სამწუხარო და უსიამოვნოა. აი უბრალოდ ერთი კითხვა მიჩნდება. როგორ ხდება, რომ ასეთ სიტუაციაში, როცა ადამიანებს უბედურება ან პრობლემა ემართებათ, ზოგიერთებში საოცარი მეწარმეობრივი ჟილკა იჩენს თავს. უბრალოდ ხიდთან თემრიუკში ბენზინს ყიდიან დგანან და 170, 300, 350 ღირს. რუბლი ლიტრზე. მინდა კითხოთ, თქვენ სულ გაგიჟდით? რას აკეთებთ საერთოდ? სხვისი უბედურებით, სხვისი ტკივილით სარგებლობთ. ყირიმის მაღაზიების თაროებიდან დაიწყო მარილის, შაქრის, ზოგიერთი სახეობის მარცვლეულის და ფქვილის გაქრობა. ბენზინი გასამართ სადგურებზე სულ უფრო ნაკლებია და ეხლა რუსები შტურმავენ სადგურებს. ცდილობენ როგორმე დატოვონ ყირიმი, შესაბამისად ტურისტებიც საერთოდ აღარ ჩანან იქ. და უკვე ექსპერტები ამტკიცებენ, რომ უკრაინული ძალები ამჟამად ბლოკავენ რამდენიმე ხიხიც, რომლებიც აკავშირებს ოკუპირებულ ხერსონის რეგიონს კიევთან. ამგვარად, უკრაინის შეიარაღებული ძალები ანადგურებენ რუსების საკონძო ლოგისტიკურ მარშრუტებს ნახევარკუნძულისკენ და ქმნიან ბარიერებს მტრის შემდგომი წინსვლისთვის. მაგრამ ჩანს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. ანალიტიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ უკრაინის დარტყმების გაგრძელებას კასკადური შედეგები ექნება ბრძოლის ველზე და გაართულებს რუსეთისთვის შეტევითი ოპერაციების მომზადებას. ხოლო უკრაინის შეიარაღებულ ძალებში განაცხადეს, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინის თავდაცვის ძალებმა მნიშვნელოვნად დააზიანეს ხიდები ყირიმში ხერსონის მხრიდან შესასვლელად, რუსმა ოკუპანტებმა რამდენიმე პონტონური გადმოსასვლელი გააკეთეს. მაგრამ ეს მათთვის პრობლემას მხოლოდ ნაწილობრივ აგვარებს, ამავე დროს ქმნის დამატებით საფრთხეს, რადგან ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალები უბრალოდ გაანადგურებენ გადმოსასვლელებს უკვე ცნობილ ადგილებში. მოდი დავიწყოთ იმით, რაც დღეს ხდება ყირიმში, მას შემდეგ, რაც უკრაინის მატერიკულ ნაწილთან ლოგისტიკა განადგურდა ყირიმში. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში პირველადი საჭიროების პროდუქტებზე გაზრდილი მოთხოვნა დაფიქსირდა, რის შედეგადაც სავაჭრო ქსელებში დაიწყო მარილის, შაქრის, ზოგიერთი სახეობის მარცვლეულის და ფქვილის გაქრობა. მომწოდებლები, რომლებიც ამ პროდუქტებს სახმელეთო კორიდორით აცვლიან. გაზრდილ კოეფიციენტს იყენებენ პროდუქციის მიწოდების ღირებულებაზე დროებით ოკუპირებულ ყირიმში. ანუ პროდუქცია დროებით ოკუპირებულ ყირიმში არის, თუმცა მისი ღირებულება მნიშვნელოვნად მაღალია ვიდრე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, ბენზინის ფასიც გაიზარდა და საქმე იქამდე მივიდა, რომ მოსკოვმა უკვე დაიწყო რუსი ბენზინის გამყიდველების იძულება ყირიმში ფასები მაინც შეემცირებინათ. თითქოს კი ბენზინი არ არის, მაგრამ ფასები მაინც აჩვენეთ ადეკვატურად. ეს ყველაფერი ისევ და ისევ დაკავშირებულია იმასთან, რომ მიწოდების უზარმაზარი რისკებია. ანუ ისინი ხვდებიან, რომ მთელი ეგრეთ წოდებული სახმელეთო კორიდორი უკრაინის სამხრეთიდან ყირიმში ახლა სრულად უკრაინის შეიარაღებული ძალების ცეცხლის კონტროლის ქვეშაა. ასე უნდა გვახსოვდეს, რომ უკრაინული ძალები ამჟამად ბლოკავენ რამდენიმე ხიდს, რომლებიც ოკუპირებულ ხერსონის ოლქს ყირიმთან აკავშირებს. ამგვარად, უკრაინის შეიარაღებული ძალები ანადგურებენ რუსების ლოგისტიკურ მარშრუტებს ნახევარკუნძულზე და ქმნიან ბარიერებს ოკუპანტების შემდგომი წინსვლისთვის. ამაზე დღეს წერენ ომის კვლევის ინსტიტუტის ანალიტიკოსები, როდესაც აანალიზებენ უკრაინული დარტყმების შედეგებს. და აქ ცოტა უფრო დეტალურად შევჩერდები ამ ანალიზზე. კერძოდ ანალიტიკოსები შეგვახსენებენ, რომ ხერსონის ოკუპაციური ძალების ხელმძღვანელმა ვლადიმირ სალდომ ჯერ კიდევ 11 ივნისს განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა მართლაც მიაყენეს დარტყმები რამდენიმე ხიდზე, რომლებიც აკავშირებს ოკუპირებულ ხერსონის ოლქს და ტირიმს. კერძოდ დარტყმა განხორციელდა ჩრდილო ყირიმის არხზე მდებარე ხიდზე, ოკუპირებულ პრე-ობრაჟენკასა და მირნოესთან, ასევე საავტომობილო ხიდებზე პერეკოპ-არმიანსკსა და სტავპებში. ეს ხიდები გადის ჩრდილო ყირიმის არხზე და 17 არმიანსკ-ოლეშკის ტრასის გასწვრივ. ანუ მართლაც ლოგისტიკა, რომელიც აკავშირებს უკრაინის მატერიკულ ნაწილს ყირიმთან, სრულად განადგურებული.
გარდა ამისა, ინსტიტუტში აღნიშნეს, რომ მაგალითად 11 ივნისს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა არა მხოლოდ ლოგისტიკას დაარტყეს, არამედ დააზიანეს ან გაანადგურეს დაახლოებით 50 რუსული სამხედრო სატვირთო მანქანა, რომლებიც საწავსა და საბრძოლო მასალებს ეზიდებოდნენ. და აი აქ საინტერესოა, რომ ახლა რუსები სრულიად თვალსაჩინოდ არიან, როგორც ამბობენ. მოგიყვანთ ომის კვლევის ინსტიტუტის ციტატას. უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა განაცხადა, რომ რუსულმა ჯარებმა ლოგისტიკა არმიანსკის მარშრუტზე გადაამისამართეს. უკრაინის მიერ 7-დან 8 ივნისის რამეს და 9 ივნისის განხორციელებული დარტყმების შემდეგ, რომლებმაც ჩონგარის ხიდი დააზიანეს, ოკუპაციურმა ხელისუფლებამ მოძრაობამ მასზე გადაკეტა. მისი თქმით, წინა დარტყმებმა რუსული ჯარები აიძულა გულიაიპოლის მიმართულება მოიმარაგებინათ უკვე ტირიმიდან გამავალი მარშრუტების გამოყენებით, ოკუპირებული დონეცკის რეგიონის ნაცვლად. უკრაინული ჯარები ზრდიან საშუალო მანძილზე დარტყმების კამპანიას რუსეთის ლოგისტიკურ მარშრუტებზე, ოკუპირებულ სამხრეთში. უკრაინა არგოს რუსეთის შესაძლებლობას უსაფრთხოდ გამოიყენოს მომარაგების გზები რუსეთიდან ოკუპირებულ კრივებში. უკრაინული დარტყმების გაგრძელებას კასკადური შედეგები ექნება ბრძოლის ველზე და შეიძლება გაართულოს რუსეთისთვის შეტევითი ოპერაციების მომზადება. საკითხი ისაა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა კრიტიკული დარტყმა მიაკანეს ჩონგარის ხიდს, გაანადგურეს იგი საყრდენებამდე. ანუ ფაქტობრივად მისი აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. ასევე გაანადგურეს გადასასვლელი არმიანსკში. ეს სრულად წყვეტს რუსეთის ფედერაციის სახმელეთო ლოგისტიკას იმ გზაზე, რომელსაც რუსები ნოვროსიას უწოდებენ. და როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების სარდლის, რობერტ ბროუდი მადიარის თქმით, უკრაინა სერიოზულად შეუდგა ოკუპირებული ყირიმის იზოლაციის ან თუ გნებავთ ბლოკადის გეგმის განხორციელებას. უკრაინული დათმობების კამპანიის წყალობით. ბოლო 1 თვის განმავლობაში ტრანსპორტის მოძრაობა გზაზე, რომელიც აერთებს როსტოვს დონზე, რუსულ და შემდეგ ოკუპირებულ მარიუპოლს, მელიტოპოლს და კიევს, თითქმის 2/3-ით შემცირდა. თუ სწორად დავითვლით, 71%-ით. 71%. მადიარი დარწმუნებულია, რომ მომდევნო თვის განმავლობაში უკრაინა უკვე სრულად გააკონტროლებს ამ გზას და შესაბამისად სახმელეთო კორიდორი გაქრება. და აი მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სერიოზულად დააზიანეს ხიდები ყირიმში, ხერსონის მხრიდან შესასვლელთან, რუსმა ოკუპანტებმა გვერდით პონტონური გადასასვლელები გააკეთეს. იცით, ეს ძალიან გავს სიტუაციას ხერსონის რეგიონში. გახსოვთ 2022 წელს, როცა ასევე ანგრევდნენ ხიდებს, შემდეგ რუსები ცდილობდნენ გადმოსასვლელების აშენებას, უთხრამდნენ ამ გადმოსასვლელებს და ბოლოს იძულებულნი იყვნენ უბრალოდ გაქცეულიყვნენ. და პონტონური გადასასვლელების შექმნა რუსებისთვის მხოლოდ ნაწილობრივ წყვეტს ამ პრობლემას. ამავე დროს ქმნის დამატებით საფრთხეს. რადგან პონტონური ხიდი აშკარად ანელებს მოძრაობას, რაც შეიძლება უკრაინას მისცეს შესაძლებლობა დაარტყას სამხედრო კოლონებს იმ დროს, როცა მათი განადგურება ბევრად უფრო ადვილია. ანუ ფაქტობრივად ეს პირდაპირ მიზანია, როგორც დახატული სამიზნე. ტექნიკა შედის პონტონურ გადასასვლელზე. დაარტყეს, ხოლო დრონებს შეუძლიათ 24 საათის განმავლობაში დაკვირვება. აი ეს. და რაც თავი აღსანიშნავი, კრემლში ეს ყველაფერი ხედავენ, პანიკაში არიან, ბრაზდებიან. რუსი დიქტატორი ვლადიმირ პუტინი გამოაცხადა უკრაინაზე დათმობის გაძლიერება რუსეთის წარუმატებლობის ფონზე ფრონტზე. და მიუხედავად იმისა, რომ სწორედ რუსეთი აგრესორი, ესკალაციის გაძლიერება, მეულტი არარაობა და წარუმატებლობა. დაუბანელი ჩმო ვლადიმირ პუტინმა ეს საპასუხო ქმედებებად მოიხსენია. ასე, უკრაინული დათმობის კომენტირებისას რუსეთის სამხედრო ქარხნებზე, ნავთობის ინდუსტრიაზე, ოკუპანტებზე ყირიმში, აი პუტინმა დაარწმუნა, რომ ეს ობიექტები ძალიან სწრაფად აღდგება. და ამიტომ აქ არანაირი პრობლემა არ არის. ამბობს, რა მოხდა, თუ ჩვენი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაანგრიეს. ამბობს, იქ პრობლემა არ არის. შემდეგ მისი ციტატა. სერიოზულ პრობლემებს ისინი ჩვენ ვერ შევიქმნიან. ჩვენ უნდა და შემდეგი ამოცანა უპასუხოთ მათ, როგორც საჭიროა. და ამას გავაკეთებთ. და გავაძლიერებთ ჩვენს დარტყმებს მოწინააღმდეგის ინფრასტრუქტურაზე, ისე რომ მათ სურვილი აღარ ქონდეთ ჩვენი სამოქალაქო ობიექტების შეტევაზე. მათ ვერ შეძლებენ ვერც საზოგადოების დაყოფის ამოცანის გადაწყვეტას, ვერც ეკონომიკის სფეროში ზიანის მიყენებას. და ეს არის პუტინის საინტერესო განცხადება. ან როდესაც ის ამბობს, რომ საზოგადოების დაყოფის ამოცანის შესრულება ვერ მოხერხდება, ეს ნიშნავს, რომ სწორედ ეს საზოგადოების დაყოფა უკვე დაწყებულია და მან ეს დაინახა. მან დაინახა, რომ თურმე ეს გავეურებული რუსები უცებ დაიწყეს დანახვა, რომ აი მოусმინეთ, ასე ხდება ომი. აღმოჩნდა, რომ ომი ჩვენამდეც მოვიდა. აღმოჩნდა, რომ უკრაინა, რომელსაც პუტინმა უკვე 500 ჯერ დემილიტარიზაცია ჩაუტარა, პირიქით, სულ უფრო და უფრო ძლიერდება. ჩნდება ახალი ტიპის შეიარაღება, ახალი შესაძლებლობები, რომ მთელი რუსეთის მასშტაბით დაარტყან. მოკლედ, აქ წერტილს დავსვამ მეგობრებო, თქვენი აზრი და დასკვნები დაწევთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააცკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. თუ გსურთ გამოიწეროთ უკრაინულენოვანი YouTube არხი ალექსეი პეჩიისი,
პული აღწერაში ამ ვიდეოს ქვეშ. ამით დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობა. სუბტიტრები